ტექნოლოგიები ვითარდება და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელიც თვალის მომჭრელი ტემპით აღწევს ახალ მწვერვალებს, ეს ინდუსტრია არის ენერგეტიკა, სადაც სიახლეები და ინოვაციები არ გვაკლია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განახლებადი ენერგიების კუთხით. შეიძლება ადრე წარმოგვედგინა, რომ განახლებადი ენერგია მხოლოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყო, რომელიც ალბათ მხოლოდ ევროპის ქვეყნებისათვის იყო შემონახული, თუმცა ეს ასე აღარ არის, ვინაიდან და რადგანაც უკვე მზის პანელების წარმოება არის გაიაფებული, თანაც ძალიან დრამატულად, ბატარეების წარმოებაც არის გაიაფებული, უფრო კონკრეტულად 2010 წელთან შედარებით დღეისათვის ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოება არის 99%-ით გაიაფებული, ფასების შედარება უბრალოდ შეუძლებელია. ასევე ბაზარზე ბევრი ინოვაციური სტარტაპი მოთამაშე გამოჩნდა, რომლებმაც შეცვალეს გარკვეულწილად თამაშის წესები, შექმნეს უფრო ეფექტიანი მზის ენერგიის დაგროვებისა და შენახვის ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ამ ტექნოლოგიას უფრო მეტად ხელმისაწვდომს და იაფსხდის და ამის ფონზე უკვე მკვლევარები განახლებად ენერგიას, განსაკუთრებით კი მზის ენერგიას ასახელებენ ყველაზე ხელმისაწვდომ და ყველაზე მთავარ მამოძრავებელ ძალად თანამედროვე ენერგეტიკაში. იყო დრო, როდესაც ეს სტატუსი ეკუთვნოდა ნავთობს, შემდეგ ეკუთვნოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზსაც, ასევე იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ქვანახშირი იყო ამ სტატუსის მქონე, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე გადავედით იმ ეპოქაში, სადაც ყველაზე ლოგიკური არის სწორედ მზის სადგურების განვითარება, თუმცა აქ ერთი ორი გამოწვევაც არის, მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მზის პანელების გათავსებას სჭირდება ტერიტორიის გარეშე პანელს უბრალოდ ვერ განათავსებდა, თანაც ვერტიკალური, ასე ვთქვათ, განთავსების შესაძლებლობა უბრალოდ არ არსებობს, გვინდა არ გვინდა, ჰორიზონტალურად უნდა იქნეს პანელები განთავსებული და ისეთ ადგილებში, სადაც ან მიწა არ არის, ან რელიეფი არ ახალსაყრელი, ან ამინდი უბრალოდ ძალიან ცუდია, როგორც წესი, იქ მზის პანელებს დიდი პოტენციალი არ აქვს, თუმცა მზის ენერგია შეიძლება იქნეს გარკვეულწილად აუთსორსზე გატანილი, ანუ ქვეყანამ შეიძლება სადგურები მაგალითად დაიქირავოს საერთოდ სხვა ტერიტორიაზე თუ და სხვა ქვეყანაში და შემდეგ უკვე იქ გამომუშავებული ელექტროენერგია ან გადაცვალოს ან მოახდინოს მისი იმპორტი, ამიტომაც ამ მიმართულებით მზის ენერგიას უდიდესი პოტენციალი აქვს. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ რეგიონში მზის ენერგიის გამომუშავება დრამატულად არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, აქ ძირითადად ევროპული ქვეყნები არიან, თუმცა ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ გენერაციის წილი იზრდება მათ შორის ინდოეთსა და ჩინეთშიც, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამაზე გასუკვირასაც ვისაუბროთ, რამდენად მასშტაბურია. მასშტაბურია მატება, ტემპი არის თვალის მომჭრელი და თუ ადრე 10-15 წლის წინ მათ გამომუშავებაში მზის ენერგიის წილი რაღაცა 1%-ის ფარგლებში იყო, ახლა უკვე ზოგიერთ ქვეყანაში 30-დან 55%-მდეა და ეს რა თქმა უნდა სულ უფრო მეტად იმატებს, რადგანაც მზის პანელები კიდევ უფრო მეტად მაღალ ეფექტიანობას მიაღწევენ დროსთან ერთად, ბატარეები უფრო ხელმისაწვდომი გახდებიან და შესაბამისად სურვილიც მოიბატებს იმის მიმართ, რომ კაცობრიობა ეტაპობრივად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ ეს შედეგი არ დამდგარა შეზღუდვებით და აკრძალვებით. ამ შედეგამდე მეგვიყვანა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რომელიც როგორც წესი, ტექნოლოგიური პროგრესი არის ის მთავარი ფაქტორი, რომელსაც კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაყავს, როგორც ერთ დროს მაგალითად ცხერების აკრძალვას არ ეხებოდა აზრის, არა ავტომობილი არ გამოჩნდებოდა და ახლობით იგივე რა ხდება ენერგეტიკაში, სანამ არ ჩნდება უკეთესი ტექნოლოგია, იქამდე არსებული საკრძალვას დიდად აზრი არასოდეს არ აქვს. და ცხადია, ხელშეწყობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რა კუთხითაც ამერიკა ბოლო ერთ წელიწადში საკმაოდ უკან მინიმუმ საიჭმო სტრატეგია გარჩეული.